ცნობილი ეკოლოგი ელის სილვერი დარწმუნებულია, რომ ადამიანები პლანეტა დედამიწაზე არამიწერი ცივილიზაციების წარმომადგენლად ჩამოიყვანეს და თავისი წიგნით ადამიანები დედამიწიდან არ არიან. Humans are not from Earth. ამაში ჩვენს დარწმუნებასაც ცდილობს. მისი აზრით, დედამიწაზე არსებული სიცოცხლის ყველა ცნობილი ფორმა ადამიანის გარდა აქ დაიბადა. მაგრამ მაშინ კითხვები ჩნდება ევოლუციის თეორიასთან დაკავშირებით, რომელიც თანამედროვე მეცნიერებაში ფართოდ არის აღიარებული. სად არის ჭეშმარიტება? რა დავიჯეროთ ის, რომ როგორც აღნიშნულ თეორიაშია, ორგანიზმები თავის განვითარებაში უმარტივესი ფორმებიდან რთულისკენ მიისწრაფოდნენ, თუ ის, რომ ცოცხალი ორგანიზმის ყველა სახეობა მიისწრაფოდა, ხოლო ჩვენ ამ პლანეტაზე უცხო პლანეტელებმა ჩამოგვიყვანეს და დაგვასახლეს. ამ უკანასკნელი აზრის სასარგებლოდ ის ფაქტი მეტყველებს, რომ არ არსებობს დამაკავშირებელი რგოლი ჩვენს და ეგრეთ წოდებულ წინაპრებს და გონიერ ადამიანს, Homo sapiens შორის. რატომ დაიწყეს ადამიანება უკანა კიდურებზე სიარული, რის გამოც დგომისას სიმდგრადე შეუმცირდათ, ან ბეწვი როდის გასცვივდათ, ცნობილი არ არის. იმის მიუხედავად, რომ ჩვენი დნმ-ის 99% შიმპანზეს დნმ-ს ემთხვევა, ფიზიკურად მათთან ცოტა რამ გვაქვს საერთო. ამ პრინციპს თუ გავყვებით, მაგალითად ბანანის დნმ ჩვენს დნმ-ს 50%-ით ემთხვევა, ის კი სულიერიც არ არის. ზოგიერთი თეორიის თანახმად, ამ პლანეტაზე წინაპრები არ გვყავს და ჩვენი სამშობლო სხვა პლანეტაა. აქ კი მხოლოდ იმიტომ ვცხოვრობთ, რომ პლანეტა დედამიწა ერთი დიდი ლაბორატორიაა, ხოლო ჩვენი ცივილიზაცია დაკვირვების ობიექტი. კაცობრიობის ისტორიიდან ნათლად ჩანს, რომ ჩვენ ცოცხალი სამყაროს სასტიკი წარმომადგენლები ვართ და ჩვენს გზაზე ყველაფერს ვანადგურებთ. ოდითგანვე ერთმანეთს ძალაუფლებისთვის, რესურსებისთვის, რელიგიისთვის და სხვა წვრილმანი მიზეზების გამო ვებრძვით. დადგენილია, რომ კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე სხვადასხვა ომებში 500 მილიონიდან 1 მილიარდამდე ადამიანი დაიღუპა. მე-16 საუკუნიდან დღემდე ჩვენს გარშემო ხერხემლიანების 680-მდე სახეობა გადაშენდა. ამის ძირითადი მიზეზი კი მათი ბინადრობის არეალის განადგურება იყო. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რა გავლენას ვახდეთ პლანეტაზე, ჩვენ წვრილი შევიტანეთ კლიმატის ცვლილებაში, ატმოსფეროში სათბურის აირების რაოდენობის შეცვლაში. ხანგრძლივი დროის მანძილზე წიაღისეულ საწვავს მოვიხმართ და აეროზოლებს ვაფრქვევთ. და მხოლოდ ახლა შევშფოთდით იმის გამო, რაც პლანეტას ჩვენი ქმედებების გამო დაემართა. ბევრ ადამიანს ეს ჯერ კიდევ არ აღელვებს. იმის მიუხედავად, რომ კლიმატის ცვლილება სულ უფრო მეტ სტიქიურ უბედურებებს იწვევს, საბოლოო ჯამში გლობალური დათბობის ფონზე ოკეანეების დონე აიწევს და დედამიწაზე ცხოვრება არასტაბილური გახდება.